საბა იუმორისტია, უყვარს წერა და პოლიტიკური ток-შოუები. ნაინო უკვე შემდგარი პოდკასტერია, უყვარს ლაპარაკი და მსოფლიო პოპკულტურა. ნაინო და საბა ამ ტრანზიტულ ეპიზოდებში უზიარებენ ერთმანეთს აღმოჩენებს და დაკვირვებებს და ცდილობენ გაგვართონ. Okay. ის წავისვი shoulder rub-ი და მაგის სუნზე გიждდებიან და ალბათ არასდროს აღარ დამანებებს თავს. ძალიან საყვარელი კატაა. საყვარელი რო იყოს გადავგვაგდებთ. კოის. ხო, აი ნახე, რა გაგიждდა. შეიშალა. აი, დავიწყოთ, იმიტომ რომ ჯერჯერობით ეს არ გვაქვს ფასიანი ზუმი ნაყიდი არ გვაქვს, Skype-ი უქმდება. ამიტომ ეს რა ქვია. დავიწყოთ. მეორეც მოვიდა. ამიტომ ეგრევე შესავალს გავუკეთებ, რას ვაკეთებთ დღეს? გადავწყვიტეთ, რომ საკმარისი არ არის ჩვენი საუბარი, თან შენი ეპიზოდი საკმარისი არ იყო, ჩემი სახის ყურებაც საკმარისი არ იყო და ამიტომ გავიხსენეთ ძველი დრო, როცა ერთად სამ პოდკასტი დავიწყეთ არც ერთი. გავაგრძელეთ. თითო სეზონი გავაკეთეთ რა ეს pilot seasons. არა, limited-ის რო არის, ხო იცი serious event-ი მაგ პონჩი. ხო, მართალი ხარ. კი, მაშინ არ ვიცოდი უბრალოდ რა იყო, ჩანაფიქრი ესე გამო. კენ გიძალადიღად გინდოდა. ამიტომ ჩვენი duty free-ის call-ის ქვეშ დავამატეთ პატარა სეგმენტი, რომელსაც დავარქვათ ტრანზიტულ ეპიზოდებს და ამ ტრანზიტულ ეპიზოდებში მე და საბა ვილაპარაკებთ ყველაფერზე, არაფერზე, რაღაცებს გავუზიაროთ ერთმანეთს და მოვუყვებით საინტერესოს და ნუ გზად ვეცდებით, რომ ერთმანეთით გავართოთ და ხალხიც გავართოთ. არ მოიდგინეთ, რომ მეგობარს შეხვდით აეროპორტის ლაუნჯში და გადაჯდომის ნახევარი საათი, 40 წუთი გაქვს და ამ პერიოდში ერთმანეთს რაღაცებს უზიაროთ. აი ესეთი კონცეფცია გვაქვს და მოკლე იქნება შედარებით და ნახოთ მე ხა თუ მაყურებელთა დაჟინებული ცხოვრით გრძელ გადაჯდომას გავაკეთეთ. ეს იქნება. ხო და საბა როგორ ხარ და რა ხდება შენ ცხოვრებაში? ბრავი. რაც კიდე რომ კარგად. საინტერესო არაფერი არ მომხდარა ჩემ ცხოვრებაში, გარდა იმისა, რომ გადავწყვიტე, რომ 2 წლიანი შესვენება ცხარე საჭმელებისა ეს ბოლო 1 კვირა დამემთავრებინა. და მე გამახსენდა, რატომ გადავწყვიტე, რომ აღარ მეჭამა ცხარე საჭმელი, იმიტომ რომ გასტრიტული შეტევები მაქვს უკვე 2 დღე არის და აბასკოთი გამოუციხი, იმიტომ რომ რაღაც ლობიანები გავაკეთე და თან მოვასხი, თან ჩავაწე. და მე ძალიან მიყვარს აბასკოს ლობიანში. ეხა ალბათ კიდე 1-2 წელი უნდა შევისვენ, რომ ცხარე საჭმელებისგან და აი იმას ავეცე ალკოჰოლიკები რომ იმაშებიან, ამოვარდებიან ხოლმე. ან რაღაც ედიქტები და მე რო ბრუნდებიან, ეგათვლა შეგვიძლია რომ იმაზე. ისე ცხარე ხო იწვევს მას მიჩვევას მე რამდენადაც ვიცი და მე მქონდა ეგ მე ძალიან მეყვარს ცხარე საჭმელი. არ ვიღებ ხოლმე შესვენებებს, ჯერჯერობით არაფერი არ მჭირს საბედნიერო. და შრი-ლანკაზე როცა ვიყავ პირველად, იქ სიძულს ყველაფერი ცხარეა და ისედაც ვერ იპოვედი ახლა და თან დიდად არ მინდოდა სხვა არაფრის ჭამა, იმიტომ რომ მირჩევნია ხოლმე სადაც ვარ იქაური ქუდი დავიხურო და ვინტეგრირდე და ყოველ დღე თითქმის ცხარეს რო ჭამდით, რო დავბრუნდი მე ისეთი ის ქონდა რა ქვია craving-ი, რასაც ქვია რა, ის მოთხოვნილება, რომ ცხარე მეჭამა, რა ის შემჯდარი ვიყავი, ორგანიზმი ითხოვდა ცხარეს და მე მგონი იწვევს მას რა დამოკიდებულებას რამდენადაც მახსოვს. დამოკიდებულება არ ვიცი, მაგრამ რაღაცა აზარტს იწვევდა ყოველთვის ჩემთვის ცხარე, იმიტომ რომ მაგალითად მახსოვს რომ აი მეგრელებს ვეჯიბრებოდი ხოლმე იმაში რომ ამას შემიძლია და რაღაცა და აქ სხვათა შორის ზოგადად არა მეგრელებზე კი არა white people-ზე არის ეგ სტერეოტიპი რომ ცხარე საჭმელს ვერ ვუძლებთ და მე ხანდახან ვცდილობ ხოლმე რომ სტერეოტიპს შევებრძოლო და well
სამწუხაროდ გამარჯვდა ამ შემთხვევაში. ერთხელ სუპერულად კი არა ერთი 20 წლის წინ ვიყავი მე მგონი აქ ჩამოსული 2008-ში და ვიეტნამურ რესტორანში წავედით პირველად და იქ მითხრეს მაშინ მეგობრებმა, იმიტომ რომ არ მახსოვს რა ქვია იმას, მაგრამ ყველა ვიეტნამური იმას შეიგექნება, ნალახი რა დიდი რაღაცა ძალიან ცხარი соуსი რო აქვს რა. ხო, ვიცი ჩვენთან იყიდებოდა ეგ ლარიანი რაღაცა соуსი იყო. ძალიან ცხარი. რა ხო, რაღაცა ეგ და ის ბრენდით არის და ეს არის აი რადიოაქტიული სტაფილოსფერი ფერი რო აქვს. ხო, რაღაცა ეგეთი და მაგაზე მითხრეს რომ დავაპირო რომ მომესხა, მაგაზე მითხრეს რომ ეგო ძალიან ცხარი არისო და თუ არ გაქო მიჩვეულიო პირის აპარატიო როგორც ჩვენ. არ გაქო. მაშინო არ გირჩევთო და მე გადავწყვიტე რომ როგორ მეთქი მეგრულ წიწაკას ვჭამ მეთქი ეგრე კი არ არის თქო და ჯინაზე მოვასხი და რა მე მაგის მერე არაფერი არ მისოცი დამწურება მიიღე პირის ღრუს კი ბატონო ხო და მე ეს ერთხელ აიმანს ვიყავი ინდურში წავედით და ეს იყო რა ქვია იმ ბიჭსაც უყვარდა ცხარი საჭმელი და აქ იყო ერთი რაღაც ძალიან ავთენტური ინდური რესტორანი და რამდენჯერმე მანამდეც ვიყავი იქ და ძალიან მომწონდა მათი საჭმელი და რომ ვუთხარით რომ ცხარე გინდათო თუ ინდურად ცხარეო და ინდურად ცხარე თქო და ეს კაცი თვითონ მე მგონი შეფი იყო და გამოვიდა რომ დარწმუნებული იყო რომ ნამდვილად ინდურად ცხარე გინდათო მე კი უნდა გავტესტო ეს კაცი და კარგი იყო ნამდვილი ინდურად ცხარე. თან იცი რა არის, მე მგონი ჩვენ წიწაკას რაღაც ერთი შეფისგან მაქვს მოსმენილი სხვანაირი ისა აქ ანუ მჟავიანო არ ვიცი მაგაზე acidity კი არის, მაგრამ მჟავიანობადაც თვალ არ ითარგმნება მე მგონი წიწაკის კონტექსტში, მაგრამ მოკლედ ჩვენი რაღაცა არის უფრო მჟავიანობა მაღალი ანუ უფრო მძაფრი წიწაკა არის, ვიდრე მაგალითად ჩილის უფრო რბილი სიმწარე აქვს რა, ანუ უფრო სხვანაირი არომატში გადასულა. ჩვენი აი პირდაპირ ცხვირის წავაი, სხვანაირი ანუ ქართული წიწაკა მაგალითად მაგიტო ჩილისგან განსხვავდება და მეც მე ანუ უკვე ეს პირის ღრუს აპარატი რო გამივითარდა კი არა და მქონი განვითარებული როგორც აღმოჩნდა ალბათ რა ის არის გენეტიკური დედაჩემისგან და მეც დავაკვირდი მაგ იმას რომ აი ჩილის სხვანაირი რაღაცა მოტკბო სიმწარე აქვს და აი მეგრულ წიწაკას აი ეს მართლა კიდე სხვა ლეველის არის და სხვანაირი ბარემ პატარა რჩევას მიცემ ვისაც ადრე მე მგონი აი რაღაცა ეგეთ პონჩი ძალიან ცხარე რაღაცა ვჭამე და დავგუგლე რომ როგორ შემეჩერებინა ეს სიცხარე და ან რა შეიძლება რენდომად ვნახე რაღაცა ეგ ინფორმაცია არ მახსოვს ზუსტად რომ მოკლედ ესე იგი წიწაკას რო ჭამო ეს ან ზოგადად ცხარე საჭმელს რაღაცა ზეთოვანი ნიუტრიენტება არის ამ სიცხარეში რა რომელიც ენაზე ედება და რახან ზეთია წყალს რო სვავ კაუჩი ეს წყალი არ რეცხავს რა მას просто გადაივლის ზედ. ამიტომ უნდა ჭამო მაგალითად პური ან რაღაცა ცხიმიანი სასმელი მაგრამ რძეს იმიტომ სვამენ. ხო და თუ ეგრე დაითუთქეთ, ოდესმე იცოდეთ რომ რამე ეგეთი უნდა მიაყოლოთ. ლიმონი რო ჰეირით რო ჩაირეს. ზეთოვანი ლიმონი ალბათ ანუ გამძაფრებს, იმიტომ რომ ისედაც ის გაქვს გაღიზიანებული და მაგიტო არ არის ალბათ არ ვიცი. რაღაცებს ბოდიალ მე არ ვენდოთ, არ ვიცი. ხო და მოკლედ ის არ აქვს. ერთ რჩევას დავამატებდი სიცხარესთან დაკავშირებით და შეგვიძლია არ ვიცი თუ რამე სათქმელი აღარ გექნება ამოვწუროთ ეს თემა. მოკლედ თუ ისე მოხდა რომ ბევრი მოგივიდათ მოსაწევი მაგალითად ამ შემთხვევაში მაგალითად კი არა და მოსაწევზე არის ლაპარაკი და ჩაი შველის ხოლმე ეგეთ სიტუაციებში რა და თურმე წიწაკის გაღეჭვა რომელიც ასევე მე დავტესტე და
საკაიფო ჩველის ეგრევე. ეთყობა მაგის მერე ეძებდი. მაგის მერე ეძებდი. შეიძლება ხო, არ ვიცი. მაგრამ ეს ორი რჩევა მოკლედ სიცხარესთან დაკავშირებით და ხო და მე ერთი გამახსენდა ტაბასკოზე რომ ამბობდი და მე ცხარებში გადავედით, მაგრამ ძალიან კარგი, რომელიც მინდა რომ დავნერგო ჩემს მევშიც რაღაცა ცხოვრებაში, მაგრამ სულ მავიწყდება რაღაცნაირად მაგაზე ზრუნვა. არიან ადამიანები, რომლებიც თავისი ამ იმებით დადიან სანელებლებით და მაგალითად თავის ანუ სადღაც მიდიხარ, არ მოგწონს რაღაცის გემო, გააძრვა სვანურ მარილს, ტაბასკოს, ტაბასკოები და რაღაცები თან პატარა travel size-ებით არსებობს, რომელსაც მე ესე რაღაცა ერთმანეთს ჩუქნიან ხოლმე ესეთ ადამიანებს, ვინც ის არიან. ხო, მაგრამ ეგ რაღაცა შეურაცხმყოფელი არ არის იმ ადამიანს მიდიხარ და იმან დაგპატიჟა? ხო, რაღაცა. იცი რა არის, შეიძლება რაღაცა კულინარიული სნობი რო ხარ. ხო, ხო, ეხა ეგეთი ტიპი რო ხარ, ალბათ ყველა მიცის, რომ შენგან მოსალოდნელია. ეხა მე ჩემი კულინარიული მიდრიგებები ალბათ არ ეწყინებოდ. თან ეხა რესტორანში და სადღაცა შეიძლება რომ იმასგან და ეხა მაინც შეფის თვალწინ ესე თვალში არ გავუყრი და მოაყრი მარილს. მარილს რა ვარ, მარილსაც არ უნდა აყრიდე ესე კარგი რესტორანში. ხო და ეგ მინდა რომ რაღაცნაირად დავნერგო, იმიტომ რომ მაგალითად აი სიცხარეს ამბავში გამისწორდებოდა რაღაცებს, აი ხა ამასა ეს მოუხდებოდა და აი ჩანთაში ეხა გარდა იმისა რომ წნევის წამალი, იქ რაღაც ის დამამშვიდებელი გამაყუჩებელი და რაღაცები და გაკ ცალკე კიდე ერთი იმას გამოყოფ, რომელშიც იქნება აი ქართულ ამბავში სვანური მარილი ძალიან იდეალურია, უბრალოდ ისეთი მარტო სვანური მარილი ხო ხო და ეს პატარა ტაბასკოები და რაღაცები, მოკლედ მაგის დანერგვა მინდა. ოკეი. გაგვიზიარი მე როგორ ჩაივლის. ხო, იმედია, ანუ 1-6 თვეში განვახორციელებ და მე მოგიყვებით. ხო და კულინარიის თემა რო გავაგრძელოთ, ერთი რაღაცა იყო, რაზეც სადღაც მინდოდა რომ მეთქვა. და მე არც დიდ ეპიზოდში გამოჩნდა მაგის დრო და მერეც რაღაცა მიმავიწყდა და მე ხა იმდენი აღარ დამახსოვრდა სალაპარაკო და აღარც ის არის კი ჩავხედავ ხა ტელეფონში რაღაცები ჩანიშნული მქონდა თავის დროზე, მაგრამ ვეცდები რომ გავიხსენო. დროს ვერ ვაკონტროლებ აქ და თუ რაღაცა და გაითიშ, მე ვნახოთ რა. რაღაცას მოვიფიქრებ. ეს ის არ მაინც trial ის ეპიზოდია, trial ტრანზიტული ეპიზოდი. სადღაც შევინახ. მოკლედ ერთი რაც იყო კულინარულ შოუებიდან გავნერ, თუ ვიპოვე არ ვიცი, მაგრამ დავიკიდებ რა მე მგონი არ არის ეგეთ მნიშვნელოვანი. ჩანიშნული ისინი ინფორმაციები არ მქონდა. ხო და კულინარულ რაღაცებს შოუებს ბევრს არ ვუყურებ, სხვათა შორის მინდა ვთქვა რაღაცნაირად, აი ყველაფერ MasterChef-ებს რაღაცებს, ქართულ შოუებს ზოგადად ვერ ვუყურებ, რაღაც აი ქართულ პროდუქტებს ვერ მოვიხმარ, იმიტომ რომ აი ისინიც პოდკასტებიც და რაღაცებიც ძალიან შეზღუდული რაოდენობით არის რაღაცები, რაც მომწონს ხოლმე და თან ცოტა ისა პოდკასტების მოსმენა, იმიტომ არ მინდა რომ რაღაცა გავლენა არ იქონიას, რადგან ეხა თან ჩვენი პოდკასტი გქონდეს, მინდა რომ ის არ გქონდეს რა. მაგრამ ნუ მოკლედ რაღაცა მიჭირს ამ ქართული მეების კონტენტის მოხმარება, იმიტომ რომ ეს რაღაცნაირად მგონია რომ ბევრი არც ისე კარგი ხარისხის არის და ყველაზე რაღაც კარგი ხარისხის რაღაცა იყო ბოლოს. გამახსენდა იმაზე ევროპა ბეთის პოპ რაღაცა რო ქონდათ, პოპ ევროპოპზე იყო გასვლითი შეხვედრები. და ფეხბურთელებს ანუ ერთ წამყვანი იყო ერთ ბიჭი და ჩადიოდა ჩვენი ფეხბურთელები სადაც იყვნენ მისა თამაშობდნენ იქ ჩადიოდა და იქ ინტერვიუს და რაღაცებს აკეთებდა და აი ეგ იყო ბოლოს რაც ვნახე ქართული და ძალიან კარგი ხარისხის, იმიტომ რომ აი ადამიანს ქონდა კონტენტზე ნაფიქრი რა და ძალიან მესიამოვნა და გამიხარდა რომ ანუ მე კი არ ვარ წუნია და არაფერი ქართული არ მომწონს ხარისხიანი რაღაცების ის კეთობა გამომუშავებული მაქვს, არ ვიცი რატომ, მაგრამ მგონია. გახსოვს შენი ლეგენდარული ფრაზა? როგორ იყო? ბევრი ფილმი მაქვს ნანახი და შესაბამისად.
კარგი გემოვნება. აი ეგ. ხო და მოკლედ მეც ბევრი შოუები მაქვს ნანახი და შესაბამისად კარგი გემოვნება მაქვს. ხო და მოკლედ ეგ იყო ძალიან კაი რა. და რატო გავაკეთე ეს გადახვევა არის მოკლედ ამ კულინარულ შოუებს ყველაფერს არ უყურებ რაღაცები არის ეხლა ჩემი საყვარელი რაღაც ამოჩამებული მაქვს YouTube-ზე არის ბრიტანელი მეგობრები არიან 10 წელი ეს რაღაც cooking channel-ი აქვს და ძალიან საინტერესოა და მაგაზე სხვა დროს რაღაცებს მოვყვები მაგრამ ეხლა რაზე მინდოდა გამახვილებინა ყურადღება მოკლედ Netflix-ი მაქვს ერთადერთი ესეთი subscription based მეებისგან და მან ბევრი რაღაცა არის ეს კულინარული შოუები, მაგრამ ყველაზე მეტად რასაც ინტერესით უყურე იყო Chef's Table და ძალიან იმიტომ რომ რაღაც არტისტულად გაკეთებული არის და მოკლედ კიდე გარდა იმისა რომ საჭმელზეა პლუს თვითონ გადაღების ხარისხი და სცენარი და ყველაფერი რაღაცნაირი ძალიან შთამბეჭდავია და არტია ფაქტიურად და მოკლედ ერთ-ერთი რომ ბრაუზავდი ამ Netflix სადღაციდან ამომიგდო suggest-ებში არც ვიცოდი რომ არსებობდა რა ერქვა თეთრი კოვზი შავი კოვზი თუ რაღაცა ეგეთ კორეული cooking show-ა სახელიც აღარ მახსოვს მაგრამ რაღაცა კოვზებზე იყო რა და კონცეფტი არის ისეთი უცნაური კულტურულ ამბავში ახლა რო შეხედავ იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ მიჩვეული მე მგონი და თან რაღაც ამერიკულ კულტურაში სხვანაირია რა ალბათ Squid Games რო ვუყურებდი ალბათ მაგითო ვიფიქრა რომ შევჯექი კორეული რაღაცები ზოგადად ფილმები და რაღაცები ხო ძალიან კაი ხარისხის არის ხო და ეს არის ანუ კორეული პროდაქშენი ესე ეგეთი პროდაქშენი მე არაფერში არ მინახავს რაღაცა საოცრება არის და კონცეფცია იყო ძალიან საინტერესო იმ ხრივ რომ იყვნენ ვიღაც ეს თეთრი კოვზები და შავი კოვზები თავიდან ცოტა რაღაცა რასისტული პონტი მეგონა მეთქი რომ თეთრი კოვზი შავი კოვზი მაგრამ მე აღმოჩნდა რომ მოკლედ ეს თეთრი კოვზები იყვნენ ვიღაცა მსოფლიო დონის შეფები და აღიარებული ტიპები და მათი სახელები და ყველაფერი ჩანდა და სადღაცა ის რაღაც სხვანაირად იყვნენ განლაგებული ამ დიდი ის კონდათ გადასაღები რაღაც სტუდია და რაღაცა ზემოდან უყურებდნენ აივანივით ის იყო რა და იქიდან იყურებოდნენ ეს თეთრი შეფები და მერე შავი კოვზები იყვნენ ტიპები რომლებსაც უნდათ რომ დაიმკვიდრონ რა თავი ამ იმაში კულინარიაში და მთელი ამ შეჯიბრის მანძილზე ამათი სახელი არავინ არ იცოდა რაღაცა ნიქნეიმებით იყვნენ რა ანუ შენ უსახელო არავინ ხარ ანუ მე სახალხო არტისტი ვარ და შენ არავინ აი ეგეთი ის ქონდა რა კონტექსტი და ცოტა ეგ იყო შოკირებელი მაგრამ მე მთლიანად აი პროდაქშენი რასაც და როგორც აკეთებდნენ მაგალითად ერთი რაუნდი იყო უკვე ბოლოსკენ რაღაცა 200 კილო ტოფუ ჩამოვიდა ჭერიდან რაღაცა პოდიუმზე თუ რაღაცაზე ესე შეკიდებული იყო და ესე შეკიდული ეს ტოფუ ჩამოვიდა ესე და 24 საათი თუ რაღაცა კუკინგობდნენ და ყოველ რაუნდზე რაღაც ახალი უნდა გაეკეთებინათ ამ ტოფუსგან და ოღონდ ანუ იქიდან იღებდნენ ამ ტოფუს რა ანუ ესე მოდიოდნენ ამ დიდი მთიდან ესე იღებდნენ ამ ტოფუებს და მერე აკეთებდნენ და რაღაც აი ეგეთი არაფერი არ მინახავს აი რაღაც მეგონი იაპონური შოუები ძალიან გასულობა არის ხოლმე რაღაც ის გასართობი ისინი აქვს და ეს კორეული პროდაქშენი მივხვდი რომ რაღაცა next level-ია და თუ მერე გექნება მუღამი შეგიძლიათ ჩაუშვიდე რომ აი გარდა კულინარიისა ეს შოუს ელემენტები აქვს რაღაცა გენიალური. ჯერ საერთოდ ამ შავის შეფების შესარჩევი ტური კიდე სხვანაირი იყო. ანუ ეგრევე კი არ შეარჩიეს ეს თეთრი შეფები ზემოდან გადმოყურებდნენ ესე ის მიმირო არის ვამპირების. ესე იყვნენ და იქ ერთი 200 თუ 100 ან მოკლედ ჯამში იყვნენ 100 და ბოლოს რჩებოდა ერთი ტიპი და ის 50 თუ რაღაცა ეს შავი კოვზიც რო აერჩიათ მანდაც ერთი 200 კაცი იყო რომელიც გადაარჩიეს რა და ორი ის ყავდათ რა ქვია იმას ჟიური ერთი ტიპი იყო რომელიც ცნობილი კორეელი fast food chain-ებისთვის არის რაღაცა
ბიზნესმენი უფრო იყო ვიდრე შეფი, მოკლედ და მეორე ტიპი იყო რაღაცა მიშლენის ვარსკვლავების 700-ჯერ მფლობელი კორეელი ტიპი რა და ეს ძალიან კაი ბალანსი იყო ამ ორი ტიპის, რომ ის უფრო რაღაცა commodity და ძალიან ყველასთვის საინტერესო საჭმელებს და რაღაცა ისეთ fusion-ებს და რაღაცებს უფრო სხვანაირად უყურებდა რაღაცა mass market-ი და fast food-ურად, ეს უფრო რაღაც დახვეწილი და ეს როგორ შეწვიდა გამოშიგნე და რაღაცები და მოკლედ აი ეგეთი გართობა ძალიან დიდი ხანი არ მქონია შოუს ყურებისას განსაკუთრებით თან ეს და ცოტა კულტურული შოკიც. Okay. ეს იყო რისი თქვაც ვირამდე ხანი ვილოვა ერთი ეპიზოდი უკვე და დამთავრდა. ხოდა ისა თვითფრინავი გაფრინდა. Netflix-ზე cooking show-ებთან ადრე ვნახე და მე ოღონდ ერთი ეპიზოდი ვნახე, მაგრამ შეიძლება გაგისტორდეს. იმაზე იყო რა ქვია, street food-ზე არის და ვიღაცა პირველი ეპიზოდი რო ჩავრდე რაღაცა production-ი და აი როგორც იყო ნაჩვენები გამისტორდა, ვიღაცა ვიეტნამელი ხალი იყო, რომელსაც აქვს მიშლენის ვარსკვლავი რა. ისე წვავს კვერცხს სადღაც იმაში რა ქვია რა ქვია მაგრამ ვიეტნამის იმაში რა ქვია დედაქალაქს რა ქვია დამოვიწყდა ბოდიშვილი და მეც დამავიწყდა მომედო რომ გეოგრაფია გავიდა აღარეთ საზღვარზე რომ აბიჯებეგე severance-ის პრინციპით ეგრევე ტვინიდან გადის გეოგრაფია რაღაცები გიგოსება და გეოგრაფია ნელ-ნელა მიდის ქვემოთ ხოდა მოკლედ ეს ხალი ყובה რომ რაღაცა უცებ ერთ დღეს გაუჭირდა იმავე დღეს გადაწყვიტა რომ street food corner-ი გაეკეთებინა დაითრია აფა კვერცხი რაღაცა გავიდა და ეხა არის რაღაც ლეგენდარული street food შეფი არის მოკლედ და ეგ შეგიძლია ნახო და რაც შეეხება ქართულ კულინარიულ შოუებს მაგებს უყურებდი მე ნუ master chef-ი თავიდან მევასებოდა მე ზოგადად აქ ვეღარ ვუყურებ master chef-ს იმიტომ რომ მე მგონი შეზღუდეს ლიცენზიის პონჩი არ ვიცი და მე იმიტომ რომ ზოგადად რაღაცნაირად გული ამიცურდა ცოტა მაგ გადაცემაზე და სხვათა შორის ძალიან კარგი პროდაქშენი ჰქონდა და პერსონაჟებადაც ჟიური ვინც ყავდათ ძალიან მომწონდა სამზარეულო სომები ფორმულაზე. და მაგას უყურებდი ხოლმე, მაგრამ რაღაცა ერთი 3 თუ 4 სეზონის მერე დავანები მაგასაც თავი, იმიტომ რომ რაღაცა რეპეტიტივ ხდება რა ეგეთი შოუები მერე და აღარ არის საინტერესო რა ხო და მაგრამ ხარისხის მხრივ ეგ კარგი იყო. აჰა, მან ხა მიხვდა რომ ჟიურის თემებიც არ მომწონს ხოლმე. ეს რაღაცა ვიცი რომ შოუსთვის კეთდება, მაგრამ აი ძალით რომ ეუზდელებიან და რაღაცებს რომ ვითომ რა შენ ანუ გორდონ რამზიობა რომ უნდათ, მაგრამ არა გორდონ რამზიულად ის არის. ой ხა იცი რა მიხვდი დღეს თამარ ელიზბარაშვილმა დამატა მეგობრებში. ხო და რაღაცა ძალიან მესიამოვნა. არ ვიცი რა. ანუ მისი გინებები ძალიან მეყვარს როგორც გინების მოყვარულ ადამიანს. ხო და ეხლა მიხვდი რომ თამაზ ელიზბარაშვილი კი არა და გორდონ რამზი არის კულინარიის თამაზ ელიზბარაშვილი. Maybe attitude-ის ამბავში? ხო. აი ხო და აი რაღაცა მაგას ის უნდა რა personally. პრინციპში ხო, იმიტომ რომ ის მიდის შეფებს ეჭხუბება, რაღაც გორდონს nightmare kitchen-ში და რაღაცებში და აქ ეს ამას თუ ვიღაცა ძაღლსა ცხოველსუდათ მოეპყრება, ეს დედის ტრაქს აფარებს თავზე და შესაბამისად სწორ გზაზე აყენებენ ადამიანებს ხო. ხო, ნუ რამდენად არის თამაზი მაგის შესაბამისად არის იმედი ამ არ მოусმას ჩემს პოდკასტს მე და სარმაგინას პიემში. და ნუ უკვე აღარ ანუ ადვილად მომწერს უფრო მალე ვნახავ. მაგრამ ის რა ქვია. არა, თქვენს მას რა ქვია, გულახდილობას პატრიცხენ ბატონო თამაზ. ბევრ რაღაცა შეიძლება არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს. სხვაში არ ვიცი არ მესაუბრე მასთან ბევრ რამეზე. მოკლედ. ხო და რაღაცა მინდოდა კიდე რომ მეთქვა და დამავიწყო და რაღაცა გამეზიარებინა. ეს მოვინიშნა იმ დღეს, რომ მეთქი საბასთან ეპიზოდში ეს უნდა ვახსენო თქო, არ ვიცი რატო. შეიძლება შენ კონდეს მანდ რამე ინპუტი და მაგიტო არ ვიცი, მაგრამ ეს იყო რომ ამას რაღაც ავტობუსით მივდიოდი, ავტობუსითაც დავდივარ ხოლმე ვიხოთ იმისა რომ მანქანა მყავს ხედავთ. I'm very people person. Ისა people person კი არა და ხო ხვდებით რა.
თუმცა მე მგონი ეს ბევრი ეს ის რევმატიზმის ის უყნოსე მე მგონი და ცოტა იმას ქნა. ხო და იმ დღეს მოკლედ ეს მივდიოდი პეკინზე ავტობუსით და შევამჩნია ისინი წყლის ფანტანები კი არა ის სახანძროსთვის გაკეთებული ჰიდრანტები. ხო და მე გამახსენდა რომ ეგენი პირველად ვნახე Tom and Jerry-ში. იმიტომ რომ ის ძაღლის უღან აფსამდა ან რაღაცას ესენი ან ამას ამ ჰიდრანტებს ტეხავდნენ და იქიდან წყალი ამოდიოდა და სულ მიკვირდა ანუ მაშინ ვნახე პირველად და ვერ მივხვდი რატომ არსებობდა ეს ჰიდრანტები. და აი ეხლა უკვე 30 წლის შემდეგ ჩემს ქალაქშიც ჰიდრანტები არის და მან მივხვდი რომ სად ვიყავით საერთოდ და რა ხდებოდა და რატო არ არსებობდა ანუ ისეთი მარტივი რაღაცა არის უსაფრთხოების რაღაცა ხო ანუ რატო ჭირდებოდა 30 წელი მაგამდე მისვლას რომ მოგვეფიქრებინა რომ ეგ საჭირო არის ქუჩაში მართალია დაჟე ისე რა ქვია ძალიან გაჯმულად ამერიკულ და ევროპულ პროექტებს ვინც აკეთებდა ხოლმე ისინი მაგათაც კი ვერ მოუფიქრებიათ ეგეთი რაღაცეები. ხო, ანუ ხო. ძალიან უცნაური, ანუ რაღაცა იმ მომენტში მეგონა რომ 10 წუთი გვაქვს დარჩენილი არა უშავს. ეს არა, ხო, იმ მომენტში მეგონა რომ ანუ უცბად თუ გაითიშა კი, გვაჩვენებს 10 წუთს, კაი. ანუ ეს ტექნიკური არ შეიმჩნიათ, ამას არ ამოვიდა. და მე რომ მე შევქმნა ახალი მიტინგი და არა, მეც შემიძლია რომ კიდე შევქმნა. ოკეი. მაგრამ მე ძალიან გძელიც რო არ გამოვიდეს ეგეც არის. მაგრამ შენთან საუბარს გავახსენე. ხო და ეს არის. ხო, თან რაღაცა ის იყო რომ აი ეს რაღაცა ამერიკული უცნაური რაღაცა არის, ანუ საერთოდ და არა და სინამდვილეში არაფერი განსაკუთრებული არ არის რა, როგორც რაღაცა ჭურჭლის სარეცხი მანქანა რო უცხო პლანეტელების ნაჩუქარი საოცრება გვეგონა რომელიც ცუდად რეცხავს ჭურჭელს, აი რაღაცა ესეთ რაღაცები და ძალიან მეცოდება ჩვენი თავი ხანდახან რა გვაქვს გამოვლილი. ნეტა ეხლა ბავშვებს თუ აქვთ რამეზე ეგეთი რაღაც მოკულტურულო შოკი მე მგონი არაფერზე აღარ ექნებათ ანუ ყველაფერი ნახეს და ნორმალურ რაღაც ხო არა მე მგონი არა ხო იმიტომ რომ ეხლა რაღაცა ბავშვების კულტურული შოკი ძალიან გამახსენდა 90-იან წლებში დედაჩემის დაქალის შვილმა ეს გოგო ყვებოდა რომ ჩემმა შვილმა მკითხაო რომ ორკანს რატო აქვს ორი მოსაშვებიო იმიტომ რომ მარტო ცივი წყალი მოდიოდა ორივედან და რა მნიშვნელობა ჰქონდა. ანუ ცხელი წყალი არ ჰქონდა არასდროს. მე უცხოდი იმ წამაზე წავედი ბრიტანულ იმაში რომ ურევი ანუ ეგ ხო იცი რატო ყოფილა მე სადღაც აღმოვაჩინე არ ვიცი ეს ცალცალკე რო აქვთ ისინი ცხელი და ცივი. ხო ბრიტანეთში და ანუ ხელნა დაიფუფქო ან იმასგან და თურმე ანუ ოღონდ რატო არ ჯერ კიდე ეს შემორჩენილი არ ვიცი ანუ წყლის ნაკლებობა თუ რაღაც რო იყო ძალიან ძველ დროში როცა ახალი გაკეთებული იყო ყველაფერი აგუბებდნენ ამ წყალს და იქ ურევდნენ და აზავებდნენ რა და მაგით იყო ცალცალკე მაგრამ ეხლა რატო არ ვიცი თან არ ვარ ნამყოფი ბრიტანეთში ამიტომ ვერ გეტყვით აი ანიკო მოგვისმენს უაჭველი და გვითხარი და გვიკომენტარე შეიძლება ახალ სახლებში სხვანაირად არის ხო მაგრამ ისა ჯერ კიდე უმეტესად არის თუ არა ეგრე ეგ ძაკა ხმრობა ორი მართლა ისე ხო ისე ეხა მივხვდი რომ მეც მქონია ეგ კითხვა კი არ მქონია უფრო სწორად აი რაღაცნაირად რომ ვერ აკავშირებ რა რომ აქ ოდესმე იყო ამაში ცხელი წყალი იცი რა გამახსენდა ხო მე ის იყო რაღაცა ის მითების ვით გვიყვებოდნენ ხოლმე რომ აი საბჭოთა კავშირის დროს ცხელი წყალი მოდიოდა იმაში და ატმორი რო არ უნდა დაგეყენებინა რა პირდაპირ მოდიოდა ხო ეგ იყო და რაღაცა საოცრება მეგონა რომ ცხელი წყლის ონკანში ცხელი წყალი წავოვიდო და ვაიმე მართლა საიდან მოვედა და რადიატორები იყო ეგეთი საკმიდე ამოუხსნელი რაღაცა ბევრი ბავშვისთვის კი იყო რადიატორები რომლებიც მე ჯართის ჩამბარებლებმა დაიტანეს თურქეთში ყველა რადიატორი საერთოდ საქართველოში ხო ეგ ცალკე ის იყო რომ ამაში ეს თბებოდა
ის იყო რა ქვია, ძალიან მეცნიერო, ან მაგ გამჭოლ იმას მილს სტაიაკი რო ქვია. მაგრამ მე მგონი იმაში ქვია, რა ქვია იმას. სანტექნიკაში ქვია ეგრე, მაგრამ ალბათ მაგასაც ეგრე ერქვა. ხო, აი ეს სტაიაკი მახსოვს, ძალიან დიდხანს ეს გათბობის ის იყო რა, სანამ მოუჭრიდით. და არ ვიცი, მორზეს ანბანი მაშინ არ ვიცოდი, მაგრამ კაკუნით რომ მეზობელს ანიშნებდი მაგითი, კი, ეგ იყო საკომუნიკაციო. ერთხელ მახსოვს რომ მეგონი ნახევარ საათი ვიდექი და რაღაცას ვაკაკუნებდი და ვიღაცა მიკაკუნებდა და რა ხდება საერთოდ. ანუ ეს არის ტელეფონები რო არ ქონდა, აი ამით ერთობოდით ბავშვები და რა ვიცი, მე მგონი მაინც ტელეფონი ჯობია. ალბათ. ჩვენ ეგ მე მახსოვს რომ ჩვენ ზედამეზობელს დედა ჩემი და ის ხალი ეძახოდნენ ხოლმე ყავაზე მასე კაკუნით. და უცბად შეცდომაში შეიყვან ვიღაცა როს მესამე, მაგრამ რაღაცა ფეთქი. მესამე სართულამდე ეტყობა არადიო და ან ის მეორე სართულზე რო აკაკუნებდა იმას საიდანაც უნდა და ზედა სართულს უკაკუნებდა ქვედა სართულს. ყველას თავისი კაკუნესის ჰქონდა რა. ხო და ესე იგი 5 წუთი დაგვრჩა და კარგი მანიშნებელია იმისა, რომ ესე იგი შეგვიძლია დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი რაღაც დავასრულოთ. მოკლედ დავდებთ, როცა დავდებთ. ხო და გითხარით, მოგწონთ თუ არა ეს ფორმატი? მოგვისმენთ თუ არა? თუ არ მოგვისმენთ, მაინც ჩავწერთ, მაგრამ ნუ რამდენს მოგვისმენთ. იმიტომ რომ სამასთანაც დიდი ხანი არ ველაპარაკია და დიდი სიამოვნებით ჩავწერ ხოლმე და ხო და ის რა ქვია სხვა რა არც არაფერი აქ ბევრი დამშვიდობება გვინდა აქაც რამეს მოვიფიქრებთ მაგრამ ევროპაში რო შევხვდებით მან მაგას ყველგან ჩავაინტეგრირებ მაგ დამშვიდობებას წინა ეპიზოდში დამავიწყდა ხო და მადლობა თუ გვისმენთ ეს ფორმატიც თუ მოგწონთ შემოგვეხმიანეთ და აქაც შეგიძლიათ დაგვისაჯესტოთ ან რაღაც გაგვიზიაროთ აი ესეთი თქვენი დაკვირვებები წყალზე გამოცდილებების წყალზე ცხარე საჭმელზე და კულინარიულ მიგრანტებზე და საინტერესო ფაქტები ხო და ვიეტნამის დედაქალაქი გაგვახსენეთ იმიტომ რომ არ დავგუგლავ სანამ არ დააკომენტებთ კი ბატონო, მართალია, მადლობა საბა, მეც არ გავხსნი და არ ვნახავ. არ გამახსენდებს და დავივიწყებ. ზადით რომ კი. და მეც თუ რამე და გავიხსენე, აუ ის ლაოსი არ არის, მე მგონი ლაოსია. არა, ლაოსი ცალკე ქვეყანაა, გოგო, შეთვალ ნუ გაამერიკელდები. არა, კი. აუ, ეხა უნდა დავგოგლო. ამას არ მოვჭრი ბოშხო. ეგეთი კი მოიცა ანოი არის მე მგონი მართალი ხარ ცალკე არის ლაოსი ხო კაი ამას მართლა მოვჭრეთ too much გაუნათლებლობა კაი და მაგრამ ახლოსაა იმასთან და ამიტომ მაგრამ ის არა ქვია კაი ამას ვჭრი და 2 წუთი გონია ეს ხდება ის რა ქვია მოტყუება ხალხის რომ ვითომ ინტელექტუალები არიან ვიღაცები და სინამდვილეში არაფერი ხო შემეძლო დამეგუგლა ან ხმა რა მომეღო რა ვიცი ხო და მოკლედ ხო გაგვიზიარეთ თქვენი აზრები ამ თემებთან დაკავშირებით და შემდეგზე რაზე ვილაპარაკებთ არ ვიცი, მაგრამ გაგვახსენდება რაღაცას. ქუჩაში რამეს შევხვდები და საბა გამახსენდება. ხო, და მეც რაღაცებს მოვინიშნავ რომ ნახავ და იმედია გასტრიტიც გამიulis მანამდე. გასტრიტის კურნალობის რამე ისინი შეგვიძლიათ რომ გაგვიზიარონ. დიეტა უნდა მაგას ცხარე შემწვარ მოხრაკული და რაღაცა არ უნდა ჭამჟავე მე მგონი ჟავე როგორ მევასე ანუ მზის ენერგიას აიკვებებოდა თუ რა მოხარშული და უმი ბოსტნეული ან ხილი რა მაგ პონჩი ოკეი კაი 2 წუთი გვაქვს შეგვიძლია დავასრულოთ პრემიუმ ზუმსაც ვიყიდით ოდესმე მე რაღაც Patreon-ის page გავაკეთე ჩაგვირიცხეთ ანგარიშზე და ისა შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში და შევხვდებით ევროპაში
ოკეი, ევროპაში ხო, არ ვიცი, მე ამერიკაში ვარ, მაგრამ მაინც ევროპაში შევხვდები. რაღაც ამ ფორმატს მე მგონი ეს დამშვიდობება არ ხდება. რაღაცა ისეთი, მაგრამ ასევე ჩამოვა, კაცო, ევროპაში ჩამოვა. საბა ევროპაში ჩამოვა. აი, ამით შეგვიძლია დავამთავროთ ხოლმე. ოკეი, ყველაფერი თქვენ გაევროპულეთ, თქვენ იმუშავეთ, იბრძოლეთ და მე მზამზარეულობზე ჩამოვალ ევროპაში. მადლობა.